ხელისუფალნო შეწყვიტეთ ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკა. დაახურეთ კარი. ნუ შემოყავთ ეს ველური ტომები. შეწყვიტეთ ქართველების სისხლისგან, ქართული გენისგან საქართველოს დაცლა. მაშინ როცა საქართველოდან ქართველები გარბიან, ხელისუფლებამ გზა გაუხსნა, ფართოდ გაუღო კარები აზიელ მიგრანტებს. დღეს ჩვენ ვხედავთ რაც ხდება საქართველოში. ყველა ნაბიჯზე, ყველა კუთხეში აზიელი მიგრანტები ცხოვრობენ. ესენი არც ტურისტები არიან, არც საქმოსნები არიან. ეს ის ხალხია, ვინც ქართველებს ლუკმას აცლის პირიდან. იკავებენ ქართველების კუთვნილ სამსახურებს. იაფად ემუშავებიან ბიზნესმენებს იმისათვის, რომ ბიზნესი გაძლიერდეს, გამდიდრდეს. სამაგიეროდ ქართველები ღატაკდებიან და უმუშევარნი რჩებიან. ქართველებო, ხმა ამოიღეთ ხელისუფლებამ ფართოდ გაუღო კარი იმ ურდოს, რომელიც მრავალი საუკუნე ცდილობდა ქართველებისგან საქართველოს დაცლას და დღეს 6 მილიარდის სანაცვლოდ ქართველებისგან ცლიან საქართველოს. ეს არის ჩვენი უბედურება. ნახეთ რა ხდება ევროპაში, ნახეთ რა ხდება საფრანგეთში. დღეს ვესაუბრე ჩემს მეგობარს, ჩემს თანამებრძოლს საფრანგეთში და იცით რა მითხრა, რომ 33 ბავშვიდან ბაღში მხოლოდ 4-ია ფრანგი, დანარჩენი არიან უცხო ტომელები, ეს აზიელები და ჩვენ საქართველოს ვერ გავუძლებთ ამას. ეს ველური ტომები ცოტა ხანში ქართველი ქალების, ქართველი ახალგაზრდების გაუპატიურებას დაიწყებენ და ჩვენ რაოდენობრივად იმდენად ცოტანი ვიქნებით, რომ წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შევძლებთ. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ხელისუფლება ჩვენსავე წინააღმდეგ არის. ქართველებო, დროზე გამოფხიზლდით, უმძიმესი განსაცდელის წინაშე ვდგებით. საქართველოს გაყიდულია, გაყიდა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. მიყიდა 6 მილიარდად არაბებს და ავღანელებს, სირიელებს, იმ ტომებს, რომლებიც მრავალი საუკუნე ჩვენ გვანადგურებდა და გვაჩანაგებდა. დროა ახლა, ხმა ამოვიღოთ, შეწყვიტეთ ხელისუფალნო საქართველოს განადგურება და ქართველი ერის დომინაციის შეწყვეტა ამ ქვეყანაში. ჩვენ ამას არ დაგითმობთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.